მოგესალმებით მეგობრებო, მე გიორგი თევზაძე ვარ, ეს ჩემი E34-ია, ისვინი. ეს ჩემი E34-ია, რომელიც გამოიშვა 1993 წელს და ეხლა არის 2025 წელი და მოხდა ჩემ ხელში. ამანქანას 3 წელია უკვე ჩემ ხელშია და ძალიან დიდი ისტორია აქვს. ის დაიწყო შევა პროფილში ხარ? ბიჭო დასლია რა. ეს მანქანა 3 წელია უკვე ჩემ ხელშია. და მანქანას დიდი ისტორია აქვს 3 წლის განმავლობაში. ჯერ მაშინ 17 წელს ვიყავ პირველად რო ეს პიცოტი მოვაგდე. ის 2-დან 0 იყო ძალვანოსიანი. ბუნებრივ გაზზე რა თქმა უნდა მესამე თაობა. ეს მანქანა იჩაგრებოდა 1.6 ეკოტეკებთან და ასევე 1.6 E36-ებთან. ამ მანქანაში ეხლა ჩვენ გვიდევს 2.5 ტუ. ეს ტუ ჩემი დააწერა ვარს. ამ მანქანით შემოგთავაზებთ ისეთ კონტენტს, რომელიც ჯერ YouTube-ში არ არის. ჩვენ ვიქნებით ბუნებრივები და არ ვიქნებით დამონტაჟებულები. რაღაც მონაკოთებში დაგჭირდება მონტაჟი. არ გვინდა რა ეს ზიზიპიპილო ხალხი რა. კი არა რა მაზუთიანი ხელები. უვიდა პოლიცია ძმა. ეს ჩვენ დაგვაჩვენე ახლა. დაგვიჭერენ და წავალ. გაგვაფრთხილე ეს დრიფტი არ შეიძლება, მაგრამ ეს ისეთი მანქანაა. ამის პატრონს კიდე გავაფრთხილე, გინთხურია უწე არაფერი არ შევა. მანქანაზე თუ ვინმემ გაგაჩერა და გითხრა, რომ რამე კანონსაწინააღმდეგო თუ არა გაქვს, შეგიძლია. საბარგულია აუხადო და დაალაგებინო. ამ მანქანაში ალბათ 15 დანაგდია. თუ ყველაზე 500 ლარიანი მეკუთვნის გამხადეთ. გამხადეთ. ჩვენ ამ ემბლემას ვფრთხილდებით. რადგან ჩვენი მენტალური მხარე ამიდან ისაზღვრება. ამ მანქანაზე ჩვენ ამ მანქანაზე გაკეთებული გვაქვს როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ძარის მხარე და ძრავის მხარე. მე შემიძლია გაჩვენოთ ამ მანქანის ძრავი. ამ მანქანაში გვიდგას 2 და 5, რომელიც ზეთი ჭამია არის. ალბათ კაპოჩი რო ჩაიხედებით, თქვენ მიხვდებით, რომ ყველა ბაკავინაზე ზეთი არის და ზეთი ზიპინებს. აი კი აღარ ზიპინებს, უკვე მტვერი აქვს მოდებული. ეს მანქანა რაც ყავს, სულ ზეთი ჭამს. 1-2 თვე იყო, როცა ტრენოლი იდგა და მაშინ დავიწყებული იქნა ზეთის ჭამა, მაგრამ რა თქმა უნდა, ისევ ზეთის პრობლემა და ზეთის ნასოსის პრობლემა და კალადიშის ჩატრიალება. იმ ხალხის არ მესმის, ვინც E34-ს $2000 ყიდით და იძახით, რომ ძრავი იდეალურ მდგომარეობაშია. რადგან E34-ის იდეალური ძრავი მინიმუმ $1500-დან იწყება. და იმ ხალხისაც არ მესმის, ვინც $2000 იდეალურ მანქანას ეძებს. იმიტომ რომ $2000 რომ მანქანას ყიდულობ, ის ზეთს უეჭველი ჭამს. ზეთსაც ჭამს. და ალბათ თავიდან რომ მომედი, ტიკ-ტიკსაც გაიგებდით, რასაც ზეთი აკლია. წავალ მე, ჩავამატებ. სადმე? ლელას მაღაზიაში. ამ მანქანას ჩვენ დავუყენეთ E34-ის M პარალელები, რომელიც 3 მანქანას მოყვება. ოდიში 4-ის. მერვე სერიიდან დაწყებული, მეხუთე სერიიდან დამთავრებული. ესენი 18 არის, 9 და 8G. რა თქმა უნდა, ისინი ორიგინალები არ არის, იმიტომ რომ ძვირია. ეს პრიუსი იყო. ეს პრიუსია, რომელიც ძალიან გვაღიზიანებს. შეიძლება ძმაკაც ეგდოს და პიცოტის ნაწილები ვატაროთ. 18-იანი M პარალელები, რომელიც ხალხის აზრით ვერცხლისფერი უნდა იყოს, მაგრამ მაგ ხალხის აზრი ნაკლებად გვაინტერესებს
რადგან ამ მანქანას შავი პარალელები უფრო უხდება, რომელიც ეს მანქანა არის ნოლიანის რეპლიკა. ეს მანქანა დარეპლიკებულია თევზის ნოლად და ამ მანქანაზე თუ იქნება ისეთი ნომერი, ამას დაეწერება რეპლიკა 0, მაგრამ ეს ნომრები არ შეიძლება. ჩემი მანქანა ისე მიყვარს, როგორც თოთობავს დედის რძე. ამ მანქანას არ გავცვლი არაფერში. ეს მანქანა იყო და იქნება სამუდამოდ, ვისაც არ მოგწონთ. შენ თუ BMW მოგწონს, ზეთის ჭამა არ გინდა და ნაკლები პრობლემები და მხოლოდ ვანუსის და ცეპის და დამჭიმის პრობლემებს აიტან, შეგიძლიათ იყიდოთ F30 ძმა. ამ მანქანის შეძენა ჩვეულებრივად შეუძლია ახალგაზრდა თინეიჯერ ბიჭს. ფინანსები $5,000-დან $14,000-მდე ადის. ეს მანქანა არის ჩაძირი. ამ მანქანას უყენია, რა თქმა უნდა, ტაივანის რული ემის მოჩუქურთმებული ემ პაკეტის სიდენიები. ეს მანქანა ვიღაცა ხმარობდა ამერიკაში. და ეხლა ჩემი ძმაკაცი ლუკი F30 მოძრაობს. ამ მანქანას არ გააჩნია ლუკი, მაგრამ შავი ჭერია, ხო, თავი. ეს მანქანა ვიყიდეთ ამ ჭერის გამო. იას, შავი ჭერი აქვს. ეს მანქანა სრულიად სტოკი იყო გარედან, მაგრამ შეიძლება სო, იმენ, ნახე. ეს პაკეტივით რა თქმა უნდა დაყელდა სარკის რქები აბა ეს ვანახოთ რა. და დაყენდა ტაობოს პავროტნიკები. ესეთი წრულმანები ყველა BMW-ში აბედნიერებს. ესეთიც. დაყენებისას რო ეს სარკე გავდახით. უცოდი ნორმამიც. რადგან პაპასთან არ მოდიან, ჯერ და თავისით უნდათ რომ რაღაცა ეს სისტემა შევგებეთ შავად. ყლეზე ვკიდია ჩვენ გახსნული ფერები. წავედი მეგობრებო. 34 ტოვებ და ევაკუატორით წავიდა. დაუშვით მე და 34 რა მეგობრებო და ავედი ახლა მე ესა.